I'm sure it'll be. I'm going to have to go to David. Go get it. Metki გაითიშა და მეთქი ესეც დაჯდა რამდენიმე დღეში და კინაღამ სადღაც 4-დან 6000 ნაბიჯამდე დავდივარ სარისხმევის გარეშე თავისით სტაბილურად წამოდი ბონი აქ არ დარჩე არ დამინახო აქ დარჩე წამოდი მოდი აქეთ ბონი ბონჩკა ამისთვის საჭმელი მაგ ხალხო საყიდე დამშვიდობისა ყველას აბა როგორ ხართ როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ დამშვიდობისა მეთოლა კარგია სეცა ისეთი ლურჯია სრულიად ყველგან უღრუბლო როგორც აპრილში მოგწონთ ხო ჩემი ფრჩხილები მე მომწონს აი რაღაცნაირად თვით როგორია გეგონება ჩამოთობა ისე ანუ უფრო ცისფერი ჩანს ვიდეოში მაგრამ აი რაღაცნაირ არ ვიცი რაღაცნაირ თოვლის მბზინვარებას მაგონებს და თან მოცისფრო მომწვანოა ეს ფერი მინდოდა დამშვიდობისა ეს ჩვენი მეზობელი კაცი ყოველთვის აქ დივას ავას აქვს თავისი რელაქსი აქვს ზერ მომწონს ადამიანებს რომელსაც რაღაცა თავისებური თავისე მორგებული ცხოვრების წესი აქვთ და აქ არის ხოლმე მაშინაც როცა ხივა შემოდი ბორანი როცა სეტყვა როცა კარია როცა წვიმა რომ მოდის ხოლმე ზოგჯერ ხელში ჭიქა უჭირავს ხოლმე და გზე დაწვიმს ანათოლს და აი გიждები ხოლმე რომ თავის აი ამ იმას არ ღალატობს მაშინაც კი როცა აწვიმს და ათოლს აჰა აუ ეს ჭიქა მინდა მაგრამ ჩამოყენა ეს მინდა ეს არა ჩამოყენა და ეს დავიდე მართალია ეს კაფე არ მოყვარს მაგრამ რაღაც ეს ჭიქა მინდა ამ ჭიქა მინდა რა დავიდე დამიწერეს რომ არ არისო კარგიო ეს ზედა ქვედა წვიანი გრილიო დამიწერა ადამიანმა ის თვითონაც იყიდა არა და ვიცი რა არა და ვიცი ბევრი წერს რომ ძალიან კაია და იმაში ჯგუფში აეროგრილების ჯგუფში და შეიძლება ეს ერთი კონკრეტული არ გამოდგა რა ვიცი მაგრამ ხუმელი არის საჭირო რა არის ასწავლა მე მასვისა ჩამოთავა ის მოღაც მოვიტან და გავაგრძელოთ ან წარმოდით რომ ხელი გავიმშრალოთ არ გადავარდეთ please thank you ჩამოთავა ის
ყველა უნდა გადმოყარო, იმისთვის რომ იყავო ის ერთი ცალი, ნახევარი. წავედით, ბევრი ვიაროთ. მე და თქვენ სამყაროს შემოვიაროთ. ესე იგი ხალხო ხო არის 29-ში შემობრძანდა გველის წელი და 30-ში მე თევზი დავახვედრე. და უყვარს როგორც ვიცი. და ძალიან კარგი. ნაძვის ხეს დავახვედრე. თევზის დავახვედრე. შემგოგოს. გავაკეთებ კოლხე. ფასადზე გამაღვიძა ევი. თან ეგრევე წამოდგა, წამოხტა. თან წამოვიდა. რომელი იყო? ახლა რომელია? ახლა 11 საკლია 20. მეგონი 10-ის ნახევარი იყო, თუ 9-ის ნახევარი. არა, 10-ის ნახევარი იყო. 9:30 იყო მე მგონი. არ მახსოვდა ზუსტად 9-ის ნახევარი იყო თუ 10-ის, მაგრამ 9 მე მგონი 9 ეწერა და იგი მახსოვდა. დღეს აბა ნახოთ ეს თევზები ხო არის? ეს თევზები რო შეიჭმება, შეიძლება გავაკეთო ღომი ხვალ გავაკეთო. ღომი მაგასაკეთებელი, თელამუში მაგასაკეთებელი. ასე გუშინ დამავიწყდა მე ჩვენებია სამგორის ბაზარში ეს პურებით ვიყიდე. ბავშვებს უყვარს ძალიან აი ესენი და ჰოტდოგები გაიკეთეთ. ამიტომ იყიდე სოსისი, რა ჰოტდოგები გაიკეთებინა. და სულ დამავიწყდა რომ ეს მე ჩვენებია ჩემთვის. ასე აუ ძალიან მომწონს ჩემი ფრჩხილები. უზომოდ. და თან ეს ისეთი სიგრძეა, რომ საერთოდ არ მაწუხებს. და მაგიტო იყო რომ ფიქრობდი იმას, ой ეს საქმე. ამას ახლა გასდის ისა ვადა. რა მინდოდა ხო კომენტარები მინდოდა. გუშინ კი გადავიღეთ ირის ვლოგი ადრე, მაგრამ ვერ დავდე, იმიტომ რომ მე წავედი. ჩემს გოგოსთან წავედი და მე იქიდან წავედი სამგორის ბაზარში. მე სამგორის ბაზარიდან მოვედი და გავაკეთე საჭმელი. ანუ თევზი შევწვი, თევზი მოვხარშე. თევზი ერთი ნაჭერი დავამარილე და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. აი ესეთ თევზი დამარილებული არასოდეს მიჭამია. ხო და აი ესე და მე უკვე გვიან გავაკეთე ორივე ვიდეო და გვიან დავდე გუშინ ორივე ვიდეო. ხო და შესაბამისად ნატო სალამი ჩემო ძვირფასო როგორ ხარ? ნინი ძალიან ლამაზია ფერის და ფრჩხილის ზომაც გიხდება. თევზი კი საუკეთესო. გემრიელად მივწით. დიდი მადლობა ძვირფასო. ხო, აი რა ვიცი, იცი რა, მე ძალიან მომწონდა ვიზუალურად ის ზომოდ მომწონდა, მაგრამ მიქმნის დისკომფორტს, ვერ ვწერ. ამინა ვერ ვწერ, რასაც ქვია. ის მინდოდა, მეთქი ამას მივატანხო და რა ვუყურებ არ შემილია ჭამა და მოდი შაქარს ჩავყრიე.
მეკდობებ მეწავე. ხო და ანუ უზომოდ მომწონს ის სიგრძე, მაგრამ ის არის რომ არ არის პრაქტიკული. მაგალითად რო ვწერ რაღაც, აი ესე იგი გიჟდებოდი რომ ვწერ კლავიატურაზე, ტელეფონში რაღაცას. ესე იგი ჩქარა რომ წერ, ხო გინდა რომ დროზე დაწერო რა რაღაც და დახედავ. წერია ვაფშე, ანუ ხან აქეთ ხდება ეს ჩხილი, ხან იქით, ეს თითივე, ანუ ეხლა ამ ჩხილებს ჩვენივრად იდეალურად წერ. ანუ რეალურად ეს ის სიგრძეა, ჩემი ფრჩხილი რომ იზრდებოდეს, ამ სიგრძე რომ აი ჩვეულებრივი ზომა რა, დაჟეს 2-ზე ნაკლებია. ხო და რომ მინდა გავაკეთო ღვეზელები, მინდა გავაკეთო ხინკალი. ხინკალს ვერ გაძლევო გარანტიას, მე რომ გავაკეთე ხინკალი ჩხილები და მოუხვე, მაინც 10 ქალსო, 10 ქალსო 10-ვე დამეხაო. ხო და შენც ვერ გაძლევ გარანტიას, თუმცა ხალხადმევას თუ ჩაისვამრავი, შეიძლება რამე გამოვიდესო. მე ხინკალთან ძალიან თქვენობით ვარ. ერთადერთი რაღაცა კულინარიაში, ნუ ქართულში ვიცახი, რაც ძალიან მინდა და რასაც ძალიან თქვენობით ვარ, იმიტომ რომ ვერ ვერევი ამ მძიმე ცომს. მაგას უნდა კაცის ძალა. მაგრამ ეხლა TikTok-ში შემხვდა ერთი ქალი, რომელიც იქნება, არ ვიცი, 50-დან 60 წლამდე ალბათ. გლდანში ცხოვრობს, შეკვეთით ამზადებს ხინკლებს. ესე იგი, გლდანში აქვს საკუთარი მაღაზია, რომელშიც მუშაობს გათენებიდან დაღამებამდე და რომ დაღამდება სახლში მოდის და აკეთებს ხინკლებს. ხალხო, მე ვერ ვზილავ, მეთქი კილო ფქვილს ვიძახი, კილო ცომს ხინკლისა. 7 კილო მozilla ქალო. ნუ 3 კილო, 3 კილო და 1 ესე, მაგრამ 7 კილო mozilla. და მე რავი 200 რაღაცა ხინკალი გააკეთა. და ძალიან არ მინდოდაო თავის გადატვირთვაო და ამიტომ ამდენი გავაკეთეო და მე საერთოდ გარდაცვლილად ვიგრძელი თავი. იმდენი ენერგია მაქვს, თქვა, იმდენი მადლობა ღმერთო. და რა მაგარია რომ აი ესეთი ენერგიით იბადებიან ადამიანები. არა და ისეთია რომ შეხედავ საყვარელი, ცოტა პუტკუნა, აი ესეთი რა. ნუ ვერ მიხვდები რა ესე ცეცხლების წვივა რო იწვია. ეხლა რაც შეეხება თევზს, მე ძალიან მომწონს ორაკული ც. მაგრამ წინაზე იცით რა დამემართა, რომ რა შევამჩნიე ჩემს ორგანიზმს. ხორცი ხო ძალიან მიყვარს მე. და ბავშვობიდან კიდე ნახეთ რა მახასიათებდა და ვერ ვიტანდი ზეთს. მძულ და კარაქი. ანუ აი ზეთს თუ ჩაასხავდი გურღულში, ან კარაქს გაუკეთებდი, მე იმას აღარ ვჭამდი უკვე. და ანუ არ მიყვარდა უბრალოდ რა. ხო და უბრალოდ არ მიყვარდა. მაგრამ ეხლა ვამჩნევ რომ მაგალითად ხორცი, მაგალითად თევზი, აი წინაზე რომ ორაკული ვჭამეთ, ირო გამომცა ხალხო. ცხიმიანი ხო არის ძალიან. მე ძალიან მიყვარს კანები, ვინც კანებს არ ჭამს, არ ვიცი შეიძლება იმას არა, მაგრამ მე ხო ვჭამ კანებს და დაჟე ბავშვები კანებს აწრუბენ რა თავისას და ეს კანი ჩემთვის ყველაზე გემრიელია და ის კანებიც მე შევჭამე და ეტყობა ეს ზედმეტი ცხიმი მომივიდა რა ვიცი და ისეთი იჟო გამომცა წინაზე. ხო და ეს თეთრი თევზი არის ძალიან უცხიმო რაღაცნაირი და ანუ ჩემთვის არის ძალიან ისეთი საჭმელი, სასიამოვნო და მარტივი. ანუ აი შარშა რო სალა ვიყიდე, ხო იცი? ძალიან გემრიელი, გაყინული მქონდა და გამოვიღე და
იმ დღეს შევჭამე ერთი, აი სალას როგორ ჭრიან, ხო იცით, ეგეთი ნაჭერი, თხელი ნაჭერი. აი დონატები რომ იყიდა იმ დღეს შევჭამე. დილას. შავ ყურთან, აი ძალიან მინდოდა და ძალიან გემრიელი იყო. მაგრამ მე ვიყავს როგორ ისალა, იცით, ცოტა ხორციც რო აქვს. ანუ ეს მარტო ცხიმია. ოკეი. მაგრამ რაღაც დროის მე ვიგრძენი, რომ ანუ არ ესიამოვნა ორგანიზმს მოკლედ. ხო და რა ვიცი ხალხი ისე ჭამს, აი რუსები. ჩემი ხელები კი არა, ჩემზე დიდებით და კაი ასაკოვნებით, მაგრამ მადასაკოვანი ხალხი ისე ჭამს სალას, არ წენთ არაფერი, ეს ალბათ უბრალოდ ასაქსეგია, ორგანიზმის თავისებურებაზე უფროა. იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან შეჭამინდა. ვიგრძენი რომ არ მესიამოვნა მე და მეტად კი არის, და ჩემს გარდა კი არა ვინ ჭამს, მაგრამ ვაპირებ რომ მეტად არ შევჭამო. მე შეიძლება მაგალითად შევწაში რაღაცა, გემრიელი იქნება, მაგალითად კარტოფილი. იქნება. სოფია, ასე ერთად რომ ფუსფუსებთ ორივე ძალიან საყვარლები ხართ, ძალიან დიდი მადლობა. ხო, არა, მე მარტო ვერ დავჭრიდი, შანსი არ იყო იმ ხალათებს. შანსი არ მქონდა უბრალოდ. დაჟე ის წინა სამიანი რო დავჭერი, ისე დავიტანჯე, ვთქვი რომ მეთქი შანსი არაა, თქო რა. და ეს კიდე საერთოდ დაჭრილი იყო იდეაში, იმ ბიჭმა დაჭრა და იქაც ქალი და კაცი მუშაობენ და კაცი ჭრის და კაცი როგორ ჭრის იცით? სულს ადებს და სოლს ურტყავს. და ეხლა წარმოიდგინე სახში რითი შეიძლება რომ შენ ეგ დაჭრა. არ არსებობს. თან კაცი აკეთებს. თან ისიც გააცალა. იცით რა წამში გააკეთა ყველაფერი, რომ გააცალა, გამოშიგნა, დაჭრა, რა ვიცი. 3 წუთში ალბათ ყველაფერი. ეგეც მაქსიმუმ. მე კი ძალიან გიხდება და ისე განაზებს სულ უნდა გქონდეს ასე ფრჩხილები ძალიან გახდნენ შილაკს. მეც ძვირფასო ძალიან ვახდენ ჩემ თავს შილაკს, ანუ რავი, ესო გამაგრება არისო, ესე თქვიო, ეს დაგრძელება აღარ არის, ეს არის უბრალოდ ჩემი ფრჩხილი და მე ძალიან ვფიქრობ, რომ ჩემ ფრჩხილებს, ჩემ თითებს და საერთოდ მე თვითონ ძალიან მიხდება და აი ვიდეოში რომ ხედავ ძალიან მომწონს. ამიტომ ხო იცით ფიქრობდი რომ უნდა მომეხსნა და მეთქი всё, მორჩა. დამთავრდა და ყველაფერს გავაკეთებ რაც მინდა, იმიტომ რომ გრული ღვეძელები რომ გავაკეთე შვიდში, ესე იგი ეს რომ ვაკეთებდი, სულ ბჭყალები, სასამახას ბჭყალები ეთყობოდა ზე. ხო და მინდა გავაკეთო ღვეძელები, მომენატრა ძალიან ჩემი გაკეთებული ღვეძელები, მინდა გავაკეთო ხინკალი, მინდა გავაკეთო პელმენი, რა ვიცი რომელიც არის, რომელიც ქვია. ხო და რა ვიცი ვფიქრობდი რომ ხელს მიშლის და ვერა და პლუს ნუ წერაში ხო სასწაული იყო, აი არ ვიცი, ჭკუიდან გადავყავდი. პლუს უკვე ვიდეოს კეთებაშიც კი ხელს მიშლა. ნუ მე უკვე ძალიან იყო განცდილი და ეს არის რა ვიცი, ძალიან კაი ზომა. დაჟე შეიძლება ამაზე ცოტა მოკლე გავაკეთებინო, ხოლმე რომ გაიზრდება რომ ამ სიგრძე იყოს. და თან ცი როგორ რაღაც არის ესე იგი ადრე მე ხონდა თქვა მიმაქრო ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მანიკური ლაკი თუ რაც არის ძალიან მიყვარდა და 100 ფერი მქონდა, просто წარმოიდგინეთ რა დონეზე მიყვარდა, 100 ფერი მქონდა და ანუ ვტკბებოდი იმითი რომ ხან ერთი მესვა, ხან მეორე, ხან ძალიან მიყვარდა. არა ის რომ მაგალითად ყველამ ადამიანს სულ ერთ ფერი უსვიათ. ზოგი არის წითელი უსვია, ზოგი სულ თეთრი, ზოგი სულ ბეჟი. აი ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც სულ ერთ ფერი უსვია და მე არ შემიძლია ეგრე. მე რაღაცა მრავალფეროვნება თუ არ მაქვს, კოდები, ესე იგი ჩავკოდები, რასაც ქვია. ამიტომ უყურებ ეხლაც მის საღებავებს, სხვათა შორის. ალბათ, მაგრამ არ შევიყებავ, შანსი არ არის, ჩემ თავს მეცან აი ესე ვიჭერ. გაზდა მინდათ მიზა, მე გამიფუჭდებათ. ახლა მე დამწვარით გაზრდილი ჩემი დაუმორჩილებელი თმა არ მინდა. თმაზეც გეტყვით, თმაზეც მინდა რაღაც გითხრათ. ხო და მოკლედ. ეს რავი ძალიან მომწონს. აი ტკბები რომ უყურებ. და ვფიქრობდი რომ მოვიხსნა თქო. ანუ
ვიცოდი რომ მე შილაკი არ გამიძლებდა უკითხე თამთას და შილაკი ვერ გაგიძლებსო თითქანსო და ისედაც ორჯერ მქონდა განაკეთები და ვიცოდი ერთიც დამთავრდა. 2.5 აქტიურად. ხო, და ეს არის გამაგრებით, ხო? ეს ფაქტიურად იგივეა, რაც მე მქონდა, ოღონდ დაგრძელება კი არა, გამაგრება, ოღონდ ისევ გელით არის გამაგრებული. ხო და ეს მე მომივიდა აზრად, რომ ხო შეიძლება მეთქი რომ ეს გავიკეთო, ანუ უთხარი თამთას, რომ აი ეს მოკლეს რომ გავიკეთო და მე ვიფიქრე რომ თუ ეგ გამომადგა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელი არ შემიშალა, მაშინ მაგას გავიკეთებ თქო. ხო და მინდა რომ აი ესე სხვადასხვა ფერები გავიკეთო, აი რავი ყველანაირი ფერი მინდა რომ მქონდეს, მელნის ფერი მინდა, მალინის ფერი მინდა, რა ვიცი ცისფერი, არ ვიცი, ყველანაირი, აი ერთ-ერთი ფერი ალბათ რომელიც არასოდეს არ მომდომებია და არ ვიცი, მგონია რომ არ მომინდება, ეს არის სტაფილოს ფერი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ფერი ძალიან არ მიყვარს. ანუ ძალიან მომწონს როგორც უყურებ ფორთოხალს, სტაფილოს და ლამაზია, მაგრამ გულისხმობ ტანსაცმელში, აქსესუარებში, თუნდაც ფრჩხილებზე, რა ვიცი, ფერი ვერ აღვიქო. ხო, რაც შეეხება თმას. ესე იგი ძალიან მინდა რომ გავიზარდო თმა. ამომიგდო ჩემი 2 წლის წინანდელი ვიდეო იმ დღეს როგორც გითხარით და აი აქამდე მაქვს ხალხო თმა არც კი მჩერა. და ანუ რატო არ მეზრდება თმა? რამდენი ხანია უკვე? ანუ მე რო შევიჭერი თმა მას მე ვინ შეიჭრა, იმათ უკვე გაეზარდა თმა და მე აი ისევ ესე მაგრამ ფიქრობ ხა რატო არ მეზრდება თმა და აი ფიქრობ რატო არ მეზრდება და მე შემხვდა TikTok-ზე მარიამ ლამაზიროა, ხო ის მაგის ვიდეო და ეგ ამბობდა რომ არც ერთი სტილისტი არ გეტყვით ამასო. თუ გინდათ რომ თმა გაგეზარდოთ სწრაფათო, არ უნდა შეიჭრათო, ანუ ფორმა არ უნდა მისცეთო. და ამ დროს მე გამახსენდა რომ მე თმას ფორმა მივეცი, რა ვიცი, რამდენჯერ აღარც კი მახსოვს. ეხლა ეს ფორმა აქვს. ასე რომ მქონდა, ასე. რავი, რამდენი თვის წინ იყო. მივეცი ფორმა. და მაინც მოკლდება. მაშინ ადგილას აეუბნები რომ არ შეამოკლო, მაინც მოკლდება. და აღარ იზრდება. ხო და გადავწყვიტე რომ საერთოდ არ ხელს არ მოვკიდებ, აი ამას მარტო წინ გავასწორებინებ ხოლმე. და всё. ანუ დღეის ამას იქით. დღეის ამას იქით კი არა, უკვე რამდენი ხანია, ანუ რაც შევიჭერი და არ შემიჭერია, სტილისტიც აღარ მყავს როგორც იცით. ვეძებ კარგ სტილისტს. ხო და ანუ ვიზრდი თმას, ხელს არ ვკიდებ და მარტო წინ ვისწორებ. всё. აი ასე. კეთი მარიამ ნილამაზო რა ლამაზია ფრჩხილები ძალიან გიხდება. დიდი მადლობა ძირფასო. კი მარსალს იძახი ეხლა ვარ 68 წლის ქალი და როდესაც დიდოსტატის მარჯვენას ვუყურე ახალგაზრდობაში მსახიობი ვანსაძე ისე შემზისხდა მისი თამაშით ვერც ერთ ფილმს ვეღარ უყურებდი. ფილმისთვის აუცილებელია ზუსტი შერჩევა მსახიობების. ხო, აი ძალიან კიდე ის არის რომ უარყოფით პერსონაჟებს ვინც თამაშობს და ვინც კარგად თამაშობს, მერე ეგეც არის რომ აი ძალიან კარგად თამაშობ, იმდენად კარგად თამაშობ, რომ ხალხს არ უყვარს ხოლმე. ან შეიძლება ან ძალიან ცუდად ითამაშო, ან ძალიან კარგად ითამაშო. და აი მაგალითად ის რო არის ჰოაკინ ფენიქსი ჯერ იყო და გლადიატორში იყო რაღაცა საშინელ როლში, ის საშინელი იმპერატორი იყო, ვინც საკუთარი მამა მოკლა. ეხლა ჯოკერშია და ანუ რატომღაც ეგ მსახიობი გენიალურია, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ აი ჩემი საყვარელი მსახიობია. სანდრო ეკაუდი. დამიწერეთ აბა თქვენი სახელი. ხო, აი ამიტომ მე დამიწერე. არ დაიჯერა რომ ვარ გადა რამე განსხვავება, მე მაქვს ჩვეულებრივი და ესე ავარდი ზედა ქვედაზე ვიყიდერისთვისაც მინდოდა არ გაამართლა. დავდეგი და ჩემ გოგოს ვაჩუქე და მე ისევ ჩემ ძველს დაუბრუნდი.
თქვენ რომ იყიდოთ და გაქვთ შესაძლებელი მიხვდებით რომ ყველად იყიდეთ. ქვედა არც კი უშვებს ხელხარის დანარჩენი თქვენით. იქნებ თქვენი არ იყო კარგი, იმიტომ რომ ესე იგი ვნახულობ რომ ხალხი აკეთებს პიცას, აცხობს ხაჭაპურს, აცხობს მაფინებს, ანუ ნახე რა შესაქმე ეს გრილი როცა ზემო, აი მაგალითად თუ ხორცს წვავ, ან ნებისმიერ რაღაცას თუ წვავ, რაც შეგიძლია რომ ამოაბრუნო, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ რაღაცას აკეთებ, რასაც ვერ ამოაბრუნებ, ხო? მაგალითად კექს აცხობ, ან ბისკვიტს ან რაღაცას, ხო? ახლა მაგას ვერ უნდა ამოვიდეს და ჰაერო ზემოდან უბერავს, ეს ვერ ამოყავს, ვერ აკეთებს. ამ ზემოდან იბრაწება, კეთდება და ქვემოდან რჩება ცომი. ხო და ამიტომ მინდა ზედა ქვედა რომ ქვემოდანაც ამოიყვას და ანუ ატარად უხობკა მექნება, ასე ვთქვათ რა. მაგისთვის მინდა. თორემ აი რომ ამასაც კონდეს, ან მაშინ რომ ყოფილიყო, ან მაშინ რომ ცოდნო და მასაც ვიყიდით, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად მუშაობს. Xiaomi-ის რაღაცა ბრენდია, შვილობილი, ძალიან კარგად მუშაობს, მაქვს, მაგრამ ამას ვიყენებ ხორცი შესაძლოა თხილეულის მოსახვევად, აი გენიალურად ხალავს თხილეულს, რაც ყოველთვის მეზარებოდა აქ თქომა და რევა მარადიული. და ნუ აი წვავს ყველაფერს იდეალურად, მოკლედ ოღონდ აი ნუ ქვემოდან ვერ გამოაცხობს რა. იქ ფარი და იქ მანკი ფარი. სად არის მანკი? ფარი მანკი. შენი ლამაზი მანკი, სად არის? ვაფეჩენი. ამაზე ამბობ? მე ეს არაა პეჩენი და ეს არის. არა. ეს არის. რაღაცა ხლებცი. ეგ პეჩენი მგონი აღარ არის. ეს კან. არის. არის ერთიც არის. გუშინ საღამოს მოვყარა. და მიყვარს არის. მიყვარს არის. აჰა. წაცინცოლე ჩემომსეა. თინა აგადენ. იმაში შემოგეოს და გუში როგორ დარდობდა იმ თევზს ვიმენო სოყვარელი. ეს ბრჩხილი ცოტათია გახეული. კარში რომ მოაყოლა. ხო და გუში თამაშობდა სათამაშოსთან და რაღაცას გამოსდო და სისხლი წამოვიდა. ფაინე. თვითონ ხო შეაშინდა ძალიან ტირი მორთოდე და რატო, ანუ რატო ხო იცის რომ უკვე აღარ უნდა წამოუვიდეს რაღაცა და შეეშინდა ძალიან და მე კიდე ხო იცის რომ ხედავ ცუდად კი რაღაც გადავყირავდი სანამ მაგრამ ბავშვს რო ეშინო და არ გადავყირავდი ჩემ თავს იმაშვებოდი და მასკენი კაუჩერეს სისხლი მერცი წყალს ჩავაყოფინე და მე პატარა ლეიკო გავუკეთე საბავშვო საყვარელი იყო რომ მამას სისხლად რო იყიდება ლელა ძალიან ლამაზი ფერიანი უხდება შენ თითებს და ფრცხილებს მადლობა ძირფასო მანანა შეგერგოთ ნინი მადლობა ძირფასო ციცი მოხარშულთ ეს ნი უხდება დაფნა არ მქონდა ხო ვიცი რომ ძალიან უხდება მაგრამ არ მქონდა სამწუხაროდ პილპილის კაკლები რა კარგი თევზიანი ბარაქიანი გემრიელად მიირსეთ პილპილის კაკლები გავუკეთე ხახვის გავუკეთე ნიორი არ მქონდა და არც ის არ მქონდა რა ქვია დაფნა სამწუხაროდ მაგრამ მომწონს კარგიანი ლამაზი ფერია სიგრძეც კარგია ისევ ციცი მადლობა ძირფასო ლელა რა კარგია ნითევზი მარგებელია ძალიან ბავშვებს უყვართ ჭამენ აუცილებელია ორგანიზმის ჩემ ბავშვებს ძალიან უყვართ აი ნახეთ შევწვი ერთი დიდი ტაფა და იყო ერთი დიდი თეფში სავსე და ის თუ გათავდა და ეს მეორე პარტია რაც დარჩა და შევწვი ოღონდ ეს თევზი შესაძლოა არ ყოფილა იმიტომ რომ იშლება აი იგას და საერთოდ ამათ ყველას უყვართ დაბრაწული და სანამ იბრაწება, მაგრამ ეს იშლება. ხო და რო დასხდნენ ხალხო, აი ერთი ამოსუნთქვით, ის ერთი თეფში აღარ იყო. მოხარშული შეჭამეს, ხო ორი საინი გავაკეთე. ნახეთ ერთი საინი ყავ. მე ვგიშდები მოხარშულ თევზზე. ზმრით, აი უბრალოდ არ ვიცი ბავშვობაში ვჭამდი ხოლმე მაგას და განსაკუთრებით მეორე დღის, ან მე გუში არ მიჭამია, გუში რომ მოვედით ჩვენ, მე ვჭამე ის მსხალი, მე ყავა გავიკეთე და აი ეს მივაყოლე, ამას ხშირად არ მინდება და არ ვჭამ, მაგრამ აი ეს წელიწადში 1-2 ძალიან გემრიელად ვჭამ. ეს მივაყოლე ყავას და მე ძალიან მინდოდა
ის სულგუნი რო ვიყიდე და ის ზღაპარი სულგუნია უბრალოდ და ის მაკარონი უბრალოდ უყველაფრო ყემარიც არ მიმიტანებია მოხარშული მაკარონი და ეგ ყველი აი ეგენი ჭამე და უკვე იმდან დავნაყრდი დილიდან წასული ვიყავი ხო იცით თქვენთან ერთად რა ჭამე და მეტი არ მქონდა ყავა და თხილი და всё არ მქონდა ნაჭამი და აი ისე დავნაყრდი რომ თევზზე საერთოდ აღარ მშიოდა და თან ცხელი თევზი მე არ მიყვარს შემწვარი ამათვის შევწვი და მე უბრალოდ გავსინჯე და მოხარშულიც უბრალოდ გავსინჯე მე თევზი გუშინ არ მიჭამია იმიტომ რომ მე მიყვარს მოხარშული მე მიყვარს მეორე დღეს ცივი ძმრით და შესაბამისად დღეს მელოდება აი ეს ამბავი და ამიტომ ხომს გავაკეთებ კვირას იმიტომ რომ კაცის სახლში იყოს იმიტომ რომ მაინც როგორც თავი შეფუთო კი ნარჩუნებს მაგრამ ჯობია ახალი გაკეთებული ჭამოთ ყველამ და რადგან კვირას სახლში იქნება ბარემ კვირას გავაკეთებ ხომს ხო და დღეს რა დღეა პარასკევია ხო დღეს ეს გვექნება თევზი ჯერ კიდევ და ხვალ ალბათ გავაკეთებ რამე ღვეზელებს ან რამეს აი ცომი მენაწყება ხო ხდებით ხო და ანუ ჩემ შვილებს ძალიან უყვართ თევზი ევა არ ჭამს არ ეკარება მაგრამ მაგასაკში ესენს არ ჭამდნენ ერთი პერიოდი ისე კარგად ჭამდა მაგრამ ეხა არ ჭამს საერთოდ თქვენი კი რადგან ეგრე იყვნენ ბავშვებმა იციან ეგრე მაგაზე საერთოდ არ უღელა მაგრამ ეხა მაგალითად ორივე ძალიან უყვარს და ძალიან გემრიელად მიირთვეს ხო ეგ მახარებს აი კაც უთხარი თვეში ერთხელ წამოვიდეთ ხოლმე და ეს თევზი ვიყიდოთ ხოლმე თქო ოკეიო არა პრობლემა და ვიყიდით ხოლმე თვეში ერთხელ მაგ თევზს აი იცი და არის დიდი კაია იმიტომ ძალიან ნაკლებად აქ ფხები რაც აქ ეს ფხებიც დიდია და თვითონაც ისეთია რა რაღაცნაირი უფრო გემრიელია თითქოს მოკლედ ჩვენ ოჯახში ამაზე პატარა არ უნდა იყიდე იმიტომ 3 კილოიანს რო ყიდულობთ ერთი ბრძუნა არ არის ხოლმე ხამერთმა გვამრავლოს მაგრამ ნინი ბევრი არჩევანია თემუში დანების იაფად ვაი მე რა დანაზე ვთქვი არ მახსოვს ვაფშე არ მახსოვს ზოგჯერ ხომ რომ ვიდეოში რაღაცას ვამბობ და რომ პასუხობ მე არ მახსოვს ხოლმე რაზე პასუხ რამდენიმე ვიდეო რო ვიღებ ხოლმე გაიხარეთ მადლობა ხათუნა ძვირფასო მან რა საყვარელი რა თბილი საყვარელი ხარ ევა გენაცვალე პატარა გაიზარდე ბედნიერი მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა ირმა ლამაზი ფერი აგიხდება ძალიან მადლობა ირმა ძვირფასო ხათუნა ძალიან გიხდება კარგია მანანა ნინი ძალიან კარგი ახლა ის უკვე ძალიან დიდი იყო ხო ძალიან გრძელი იყო ელდინო გიხდება ძალიან მადლობა ირმა გეხუტუნე ჩემო თოჯინა როგორ განიცდის და სიყვარულით სასწია ყველაფრის და ყველას მიმართ ხო ევა ესეთია ნანა კარგია ნინიო ფრთხილს დამწერა ხო ასეა ევა ასეთია თინათი ძალიან გიხდება მადლობა ყველას ძალიან დიდი მადლობა ეს მინდა დამეპასუხა კიდე ამაზე თეკი ბეკინი აი მასე პლასმასის თაროები ვითრომა უჯრებიანი ეგ ხომ არ გამოგადგება ხილბოსტანი უჯრებში იქნება ჩალაგებული იაფიცა შედარებით ასე პარკებით არ იქნება უფრო გალამაზა მინდა ეგ მინდა ოღონდ ნახე როგორი მინდა რაც მე ვნახე ყველას აქ ეს პლასმასი იმიანი წინ ბადესავით არის რა ხო და აქ ეხა ჩვენ ამშენებლობა რო არის ისეთი მტვერია და ეს ცემენტის მარცვლები რაღაცა რო იმაშვებიან ასვარკებენ და რაღაცა მგონია რაღაც რკინის ისინი და ყველაფერი ესე ხო მიდის რაღაცა ისეთი და ანუ რამე რო კიდევს მე საშინელი მტვერიედება როგორი მტვერიც მაგალითად სადაც გვერდზე მშენებლობა არ არის იქ არ დაედება ხო და ანუ რაღაცა ისეთი მინდა რომელშიც შიგნით არ შეაღწევს ხო ხდები და მაგეებში რაც ვნახე ყველას ისეთი აგრო თითქოს შიგნით ჩავა
ხო და შეიძლება იყოს ლილოში ან სადმე ყველა მხრიდან რომ დაცულია და ეგეთი მინდა ნამდვილად აუცილებლად მინდა და მიფიქრე ეგ კი არა შიგნითაც მინდა აი მაგიდის ქვეშ თუნდაც რომ შევდო აი თაროებივით რა ხო იცით მომავალთვეს მინდა ვიყიდო რკინის თაროები როა ესეთი 5 რკინის თარო აი ესე რომ იშლება და შიგ რაღაცები ჩალაგდება ეგეთის მჭირდება აუცილებლად ასმათი ნინი პატარა სულაც არ ჩახარ ნორმალური სიმაღლე გაქვს ვლოგებში რო გიყურებ რა საინტერესო ვლოგია ბოლომდე გისმენ ეს იცით რომ იმაზე დამიწერა როგორ გავაჩინე ევა ვიდეოზე რომელიც მაგ არ ვიცი რამდენი ხნის წინანდელი ვიდეოა ევა რომ დაიბადა იმ დროის აინახეთ 161 ვარ ნუ ქალისთვის ნორმალურია მე ძალიან მომწონს და ყოველთვის მომწონდა მაგრამ ну მაღალი არ ვარ მაღალი არ ვქვია ახლა ამას მე მომწონს აი მე ყოველთვის ხიბლავდა ხოლმე ჩემი მინიატურულობა და ის ნახეთ ზღვრული სიმაღლეა ანუ რო შეხედავ უიმერა დაბალიაო არ იფიქრებ ამ სიმაღლეს და პლუს ამ სიმაღლის ქალს შეუძლია როგორც სრულიად უქუსლოთი იაროს ასევე შეუძლია 10 სანტიმეტრიანი ქუსლითაც იაროს და მაინც მშვენიერი იქნება. პლუს არის თხელი ძვლები, მსუბუქი წონა, თხელი წელი და ანუ რავი სიფარფატეა და მე ძალიან მომწონს სიმართლე გითხრა. არასდროს არ მდომებია რომ მაღალი ყოფილიყავი. აი მაღალი უგულისხმობა 70 და ესე. ხო არიან გოგოები რომ ნატრობენ სიმაღლეს და ამ ბევრი გოგოსგან გამიგია რომ ნატრობენ ისე უნდათ სიმაღლე და აი მე პირიქით ალბათ ეს იქიდან მოდის რომ სკოლაში კლასში მე და კიდე ერთი ბიჭი ვიყავით ყველაზე პატარა ასაკით და ჩვენ ვიყავით ყველაზე მაღლები მე 5 კლასამდე ყველას ემოდან დავყვები იმდენად არ მომწონდა რომ ბიჭების სიმაღლე ამ ბიჭებზე მაღალი ვიყავი რომ ძალიან არ მინდოდა რომ გავსილიყავი და მე რომ შევწყვეტე ზრდა სიმაღლეში და სხვები რომ წავიდნენ ძალიან გახარებული ვიყავი ნათელა ზუსტად მეც ეგ ჟანრები მიყვარს სამშობლო ნანახი გაქვს ესე იგი რამდენჯერაც ჩავხდე არ არის ეგ ჩემი სერიალი ისევე როგორც მაგალითად აი ბევრი კაი სერიალი ჩემი სერიალი არ არის და ვერ ვუყურე მაგალითად ვერ ვუყურე Dark-ს მაგალითად ვერ ვუყურე აუ ეხა მახსოვდა და დამავიწყდა ანუ უცხოელს მაგალითად ძალიან მაგრა ვუყურე ზებუნებრივზე მაგალითად გიშდები და სამშობლოს ვერ ვუყურე აი ჩავთე 2 სეზონი 3 სეზონი ვერ ვუყურე ხო იმას ვერ ვუყურე რა ქვია ქალები რო არიან ბავშვებს რო აჩენინებენ ღმერთო რა ქვია მაგ სერიალს აი ვერაფრით ვერ ვუყურე მაგას აი ხო იდეაში თავის გადარჩენაზე და იმაზე ვერანაირად მოვკობდი პირველ სეზონზე და გავანებე თავი როგორ ალაპარაკდა ევა ოჯახ საყვარელო ეს მიწერს ოჯახ საყვარელიო როგორ მიყვარს შენი კულინარული ვლოგები რომ ვხედავ რაღაც სამზადი ბოლომდე ვგიყურებ რომ მე ძალიან მიყვარს კეთება აი გიჟდები მარიამ ნინი ლამაზო ყოჩა კარგი ადამიანი ხარ გიყურებ კარგი გოგო ხარ დაუზარელი კარგი კულინარი ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ხო და აი ეს არის რომ ისამ ეს არის რომ ანუ ამ წამოსასვა ხო გამისწორა ანუ ეს ჰორმონების დონე ტვინში და აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი ვითვარ. ანუ იმდენად მეტი ენერგია მაქვს. აღარ ვიღლები ისე. აი პატარა რაღაცა და უკვე არაფრისთვის აღარ ვარგოდი. და ისე მიყვარს ხოლმე, ანუ გვიან ღამემდე, ჩემთვის გვიან ღამემდე ვარ ხოლმე აქტიური. თუ მაგალითად 11-ზე უკვე მითიშული ვიყავი, ეხლა პირველამდე ვარ. და თან ვარ ისე რომ ფუნქციონირებ ვლოგს ვაკეთებ, აქვეყნებ, კიდე ბავშვთან ვარ, კიდე რაღაც ვაკეთებ სახლში და ესე
თან გმაყოფილი ვარ. აი უსომოდ. გადასტი იყო ძვირფასებო ჩემი დილის ვლოგი. მიყვარხარ ძალიან. გკოცნით და დღეს კიდევ რა თქმა უნდა ვლოგებით ეტაპობრივად შემოგიერთდებით. მიხარია ჩემი ცხელები მოგწონთ, იმიტომ რომ მეც ძალიან მომწონს.